ხელი რომ მოტეხე რამდენიმე კაც რა, ანუ ბრძოლის შემდეგ რა, ანუ არ განიცდი ხოლმე მაგას ვაფშე არა გაქვს მაგის განცდა, ხო? მე ვფიქრობ როგორ წააგეთ. ნუ ყველა ფიქრობ, ანუ ესე მოვიგებ, ხან ისე მოვიგებ, რავი, შეიძლება ბევრი ვარიანტი გქონდეს. მე მაგალითად ბევრი ვარიანტი მაქვს, როგორ შეიძლება რომ მოგიგო. ნუ და აი, როგორი დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებ, იცი? აი არ დაფასება და რაღაც კი არა ოპონენტს, იმენაც ფეჩი ვიცი რა როგორ ჭიდაობ რა. ვეკუასთან ახლა დიდი მომზადება არცაა საჭირო რა. ვეკუასთან კი არა საერთოდ რა. გააჩნია ახლა. ვეკუას სისუსტეებით ვიცი და ყველაფერი, ნუ, ხო ხდები. დაჟე შენიც ვიცი. გიორგი ჯღამაიამ გრეპლინგის გულშემატკივარს თავი ბრუტალური გამარჯვებებითა და ხმაურიანი გამოწვევებით დაამახსოვრა. ჯღამაია ტატამზე გუჯა ნავრუზაშვილის წინააღმდეგ გავა. გრეპლერის, რომელიც წაუგებელ სერიაზეა, როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ ჭიდაობებში. პრინციპულ დაპირისპირებამდე მეტოქეებმა პირისპირ გაისაუბრეს. მოგესალმებით. აბა, ცოტა დრო გადარჩა, სანამ ჩვენ შევხვდებით და როგორ ფორმაში ხარ, როგორ იმზადები. ვიცი რომ რაღაც ტრამვა გაწუხებდა და თუ მოიშვე და სულ ფასონად მზად თუ ხარ. კლედ. ტრამვა ბოლომდე მაინც არ მომიშვებია, მაგრამ ეგ პრობლემას არ შემქმნის არანაირს რა. აი ხა დაჟე, იმიტომ ჭიდაობ, რომ მაესტროს აურეკე. მეთქი დავაი ვეკუა ჩამინიშნე თქო რა, იმიტომ რომ ამას კაი ხანი უნდა მოშვება და ამდენი დროც მეზარება ხამდენი ლოდინი, იმიტომ რომ მომზადება დიდად არ მჭირდება რა მაგისთვის. ჭიდაობ ძირითადად 70-ში რა და შემდეგ ივენზე ვერ იჭიდავებსო. ამ ივენზე იქნება ამ ივენზე მაჭიდავე შევსებულია კარდებიო რა. და ვერ იჭიდავებ და მე უესად მიერეკავს რომ ჩაგეხსნა შენ კაცი რა და 77-ში თუ იჭიდავებ რა მიერეკავენ და მეთქი დავაი პრობლემა არა. მომზადებით კიდე მომზადებით ხა 77-ში კაი ხანი არ მიჭიდავია. არა, მომზადებით დიდად ხა მომზადება მე არ მჭირდება, იმიტომ რომ ეს უმზად ვარ რა. და არ გინდა მზად ვარ და ხა ვიცი რასაც ვიზავ, ამიტომ ვეკუასთვისო დიდი მომზადება არ მჭირდებაო და ფიქრობ რომ სუსტი მეტოქე იქნება ვეკუა? ანუ არ გიყვარს ხალხის დაფასება, აი შენი მოწინააღმდეგეების, აი რამდენისა ვისაც ეჭიდავი რაღაცა, ანუ ყველასთან თითქოს ეგრე ხარ რა, რომ შენი მოწინააღმდეგეს არ აფასებ რა. ანუ თავდაჯერებული რო ხარ, კაია ხო, სპორტსმენი უნდა იყოს, მაგრამ ნუ აფასებ თუ არა შენ მოწინააღმდეგეებს? დაფასებით ვაფასებ, გააჩნია რა კუთხით. და ეხა ვეკუასთან ეხა დიდი მომზადება არცაა საჭირო რა. ვეკუასთან კი არა საერთოდ რა. გააჩნია ეხა. ვეკუას სისუსტეებით ვიცი და ყველაფერი, ნუ, ხო ხდები. დაჟე შენიც ვიცი. და ჭიდაობას ვნახოთ. კაია ხო ეხა სუსტი წერტილების ანალიზი და პოვნა თუ შეგიძლია, აი კაი თვისება არის, რავი. მე მაგალითად ყველა მოწინააღმდეგეს ვაფასებ აბსოლუტურად და შენც როგორც სპორტსმენს, ანუ ძალიან ისევე მზადები პროფესიონალურად გიყურებ და რამე რა. და კიდე რა მაინტერესებს რა, ხელი რომ მოტეხე რამდენიმე კაც რა, ანუ ბრძოლის შემდეგ რა, ანუ არ განიცდი ხოლმე მაგას ვაფშე არა გაქვს მაგის განცდა, ხო? ანუ იქნებ დაეთაფა, ხო იმათი ბრალია ეგ რაც მოსდეთ რა, რეალურად შენ კარგად აკეთებ, ისინი არ გითაფავენ რა. და მე ანუ არ გითქვია იქნებ დაეთაფა და არის ტენოდა რაღაც. ანუ იმათზე არ ნერვიულობ რაღაც. არა, რა თქმა უნდა. ეგ თავის კაცი რო შედის რა, კეიჩი გინდა ხა, პიძზე შედის. ეს არის თავის თავის თავზე არის რა, პასუხისმგებელი რა. და უნდა დათეფავს, უნდა არ დათეფავს რა, თავის რაღაც გამოავლინა რა, ხო და აუ ეხა დარწმუნებული ვარ ეგ ეხა რო ვეჭიდავ, ეხა რა უკვე კაი ხანი გავიდა რა, ვიდეოს უყურებს. კაროჩე, როგორც გავიგე რა, რევანშზე გინდა და კაროჩე, როცა იმ ხელს მოიშუშებ, თუ რაც არის. კაროჩე, მეორე ხელის რო დაგჭა, როგორც დაგიწერე ადრე რა, დარწმუნებული ვარ იცი. და იმ მეორე ხელი ჯობია მოამზადა, იმიტომ რომ მეორე ხელიც აღარ გექნება და სალხერავო ხარ, ეხა უხელოც იქნები და კაროჩე ესე იქნები რა, ოღონდ ეგ იქნება თუ გინდა როცა მოემზადები, მაგისთვის როცა მოიხოდები რა, მე სულ მზად ვარ რა. ეგრევე დაურეკე მაესტროს მიწერი რაც გინდა ისქენი, ეგრევე ჩაგინიშნავს ჩემთან ჭხუბს და იცი როგორც დასრულდება რა, როგორც წინაზე გითხარი და არ ჯერო და გავაკეთე და ეხა კიდე რო გავაკეთებ, მაგას ორი აზრია რა. გინდა დათეფე, გინდა არ დათეფე მე ეგ, მაგრამ კიდე. კონკრეტულად მაგ ბიჭმა გაგაბრაზა ეგრე რო ხარ, ყველასთან ეგრე ფიქრობ რა. არა, ყველასთან არ ვფიქრობ, გააჩნია ვინ ვისთან, გააჩნია ვინაა რა. ანუ რამე ეთქობა გქონდა თქვენ წინასწარ რაღაცა, არ ვიცი რავი ეგრე რატო ხართ, მე მაგალითად ანუ სპორტსმენს ანუ ადამიანად ეგრე ვაფასებ რა, ანუ პატივისცემა მიყვარს რა, ის სპორტსმენებს ერთმანეთთან რო პატივისცემა აქვს და რაღაცა და შენ კონკრეტულად მაგ ბიჭს ვაი ეგრე ძალიან იმაშვებ, როგორ გითხრა რა, ანა მასკიზავ, ცოტა
მე არ მომწონს. ანუ ეგ ჩემი საქმეა, შენი საქმეა, შენ რასაც იზავ იმას რა თქმა უნდა მე ვერ მიგითითებ. მაგრამ მე პროსტა არ მომწონს, რა მე ვისათანაც მომიგია, აი ყველასთან რაღაცა პატივისცემა და რაღაცა რა. ეგრე უფრო მომწონს ადამიანურად. მაგრამ შენი თავდაჯერებულობაც მოსაწონია რა, როგორც სპორტსმენის. და რა ვიცი რა, შენთან შენი ვიცი რა, ანუ ბევრი არაფერი არ ვიცი შენზე, იმიტომ რომ შენი ჭიდაობები არ მაქვს ბევრი ნანახი რა. სულ რამდენიმე ჭიდაობა მაქვს. და ანუ მოსმენილი რა, სხვა ბიჭები, აი ოფენვატებზე რო იმესთან იჭდავი, აი ფერეზიქიდან დაახლოებით ვიცი როგორი სტილი ხარ, რომ მოვემზადო შენთვის რა. სხვა ისეთი მეტი არაფერი რა. სუსტი წერტილები, უფრო ძლიერი მხარეები ვიცი შენი, ვიდრე სუსტი წერტილები რა. და ვეცდები რომ მანდ არ მოხვდეს, სადაც შენ ძლიერი ხარ. და ჩემი სუსტი წერტილები ვიცი, მაინტერესებს თუ ვიცი რომ თუ დამეხმარები რომ გავაუმჯობესო ჩემი სუსტი წერტილები. თუ მეტყვი. თქმით რა, დარწმუნებული ვარ იცი, მაგრამ ეხა ნახე ჩვენი ჭიდაობა არის ზუსტად ერთ კვირაში რა. არა, ერთ კვირაში ეგეც არა. 6 დღე მგონი. ხო 6 დღე, ხო, 6 დღე. და აი როგორი დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებ, იცი? აი არ დაფასება და რაღაც კი არა ოპონენტს, იმენაც სვეტში ვიცი რა როგორ ჭიდაობ რა. კი, კაია ყველაფერი, რაღაცა აქეთ იქით. მაგრამ აი ისეთი დარწმუნებული ვარ, არ ვიცი, აი დიდად მაგიტო არც ვემზადები და თავს არც ვიკლავ რა. იმიტომ რომ თან ეხა რო დამირეკა და თან მეინ ქარზე ხარო, თან ეს ხარო. რავი, კაცი რო ჩაგეხსნა, მეთქი დავა, აი ბაზარი არის 77-იც, ბაზარი არა, იმიტომ რომ კაცი არ არის 70-ში, კაცი ვერ მონახის, ჩემი, არ ვიცი. და ვისაც შესთავაზე და წინა ქარზეც იყო რა, ვისაც შესთავაზე ჩემი თავი ყველა მუვარზე გამიშოვა, მაგრამ მარტო ამ ორგანიზაციაში, ბევრზე. წინაზეც მითხრეს შენზე მე, მაგრამ მაშინ 2 დღით ადრე მითხრეს და თან AGP-ს ჭიდაობდი და არ დათანხმდი? ანუ AGP-ს ჭიდაობდი, ამიტომ მითხრე რომ არ ჭიდაო რა, ჩემი. AGP ეხა რო იყო? ხო, ბოლოს რო იჭიდავა. ხო, ნუ მოკლედ რა. რას ვამბობდი, ეგ არის რა, ისეთი დარწმუნებული დიდად არც ვემზადები და მე არ ვთვლი საჭირო რომ დიდად მომემზადო, იმიტომ რომ რაც კარგი მხარეები გაქვს და ცუდი მხარეები, აი 1000 თავით ვიცი რომ ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭიროა და საერთოდ ზედმეტი ორგანიზმის გადატვირთვაც კარგი არ არის და მაგიტო არც ზედმეტს არც ვარჯიშობ. ვარჯიშობ, მაგრამ ზედმეტი არაა საჭირო ამ შემთხვევაში. ზედმეტი ვარჯიში საერთოდ არ არის საჭირო არასდროს. რა ქვია, რა ისე წონაში რა ხარ? ანუ 71-72 ვიჭერო, 70-ში უცბად გავარდა საჭიდაო. ანუ შენ წონა სულ ეგრე ხარ დაახლოებით. ხო, სულ ეგრე ვარ, 73 მაქსიმუმ ყველაზე დიდი. ხო, მე არა, მე 76-77, უბრალოდ წონის კლება არ მიყვარს მეც. შენ ანუ არც ვიჭერ წონას რა, ანუ არც ჭამ როგორც ყოველთვის და ვარ ეგ წონა და არ მინდა იმ არც 2 კილოს დაკლება და ის, მაგრამ ჩემია ეგრევე 77-ში ვიჭიდაო ხოლმე. დარწმუნებული ხარ რომ მოიგო და რო ვერ მოიგო არ აფიქრობ მაგაზე რა თქმა უნდა. ან ნახე, იმდენად დარწმუნებული ვარ რა, რომ მოვიგებ, რომ აი ერთი პატარა სცენას კი არ მაქვს ტურნირში წარმოდგენილი, რო მოხდა წაგებ, აი ხო ხდები, აი ვერ ხდები შეიძლება, მაგრამ ისე დარწმუნებული ვარ რომ მოგებული აზრი არა, მაგაზე ფიქრი ვაფშე, აი დროს არ დავხარჯავ ერთი წამიც რო იყოს. არა ხო, მაგაზე არც მე ვფიქრობ, ხა როგორ წავაგებ, მაგაზე ხო არ ვიფიქრებ და ვინმე ფიქრობთ როგორ წავაგებ. ნუ ყველა ფიქრობ, ანუ ესე მოვიგებ, ხან ისე მოვიგებ, რავი, შეიძლება ბევრი ვარიანტი კონდეს. მე მაგალითად ბევრი ვარიანტი მაქვს, როგორ შემიძლია რომ მოგიგო. სხვადასხვა პოზიციებიდან. საინტერესოა. სწრაფად აპირებ რომ მომიგო თუ ანუ მიყვები რა, როგორც გამოგიჩნდება მომენტი. აუ, მე ზოგადად გეგმად მქონდა რომ ლამაზი საბმიშენით რა, დაჟე პირველზეც ლამაზი საბმიშენი მინდოდა საერთოდ სანამ დაჟე ჩვენ რო ჩვენ ვიჯექით ერთად რა. სუპერო. ხო, აი, ჩემ გვერდზე იჯექი და მაგრო სანამ დაიწყებდა რაღაცას, კაროთ, რაღაცას რა, ვაფშე მქონდა გეგმად ლამაზი საბმიშენი, ნუ ლამაზი ხარ გამოვიდა, მაგრამ ზოგადად ეხა მაგ გეგმაში ლამაზი საბმიშენი რა. ისეთი არა, რომ მოვარდე ეგრევე პოზიცია რაღაც, ეგრევე ლამაზი საბმიშენი მინდა დავწერო. მეტი არაფერი დიდი. ესე იგი ლამაზი საბმიშენი მაშინ ალბათ მალე უნდა გააკეთო, რა ვიცი, დროს ხო არ გაწერა. ნუ ნახავთ რა. ანუ ისე მზად ხარ რომ გაგვეწელოს ჭიდაობა. დიდი ხანი. გაწოლით ეხა სვეტში არ მგონია რომ რაღაც დიდი გაიწელს, ესეც შეიძლება თუ გაიწელა, ესე იგი რავი, რაღაცას ნიტოა და ჩემი წონა და რაღაც, მაგრამ მაგაზე ვაფშე პრეტენზიაც არ მაქვს, იმიტომ რომ 60-ში მე დავთანხმდი ყველაფერი. და გაწელვით, რავი 15 რაუნდს ისევ ჭიდაობ გადაბმულად, რომ ეხა არ დავწვევი და დავიღალე. ნუ 15-ის მერე ხო, ეხა კარგად ვერ ვქაჩა, მაგრამ ეხა 15 რაუნდი კი არა. 15 რაუნდი დარწმუნებული ვარ, არ მოგვიწევს, მაგრამ აი მაშიც ვარ რა, დიდად დარწმუნებული, რომ 100%-ით არა, მაგრამ 6 წუთამდე, რავი, 6 წუთს არ ხო 6 წუთია თუ
6-ია. ალ რაც არის. არჩე პირველი რაუნდი მთლიანი მაგაზე პერდაგრევი 3 შენი დასრულდება რა. დაჟე აი 3-4 სცენა მაქვს, როგორ მაქვს მოგებული შენთან, ეგეც უკვე გავლილი მაქვს ბევრჯერ. რაც დამირეკეს უკვე მაქედან ვფიქრობ, სანამ დათანხმდებოდი, სანამ დაგირეკავდნენ, სანამ დათანხმდებოდი, მაქამდე უკვე სცენები გავიარე რა როგორ ვიგებ. ამიტომ შვიდად ვარ, ყველაფერი კარგადაა. ხო ისე მეც თუ ჩემ წონას ვეჭიდავებოდი, ბოლო ჭიდაობები მეც მალე მოვიგე, ორივე. ერთი ძალიან მალე მოვიგე, მის შემდეგ რაღაც 15 თუ რაღაცაში მოვიგე მეორე ჭიდაობაც. просто მძიმე წონებთან ხო ვერ ვიგებ. გუნდურში ახლა მძიმე წონებს ვერ მოვუგე. და რავი, ანუ ძალიან მზად ვარ რა, არ ვიცი, პირდაპირ ისე ამ ძალიან ცუდი შეცდომა უნდა დავუშვა, რომ შენ მალე მომიგო რა. რასაც ფიქრობ, რომ არ დავუშვებ რა. ანუ შემიძლია ისე გავაკეთო, რომ გავწელო, შემიძლია გეჭიდაო რა, ანუ არ ვიცი რას გადაწყვეტო. შეიძლება ვიფიქრო, რომ დაგღალო რაღაც მომენტში. შენი გადასაწყვეტია. ნო და რავი, შენ ძალიან ისე პირდაპირ უნდა მოიგო, არ ვარჯიშობო რაღაცა. ჩემი აზრით, ცუდი გადაწყვეტილება. ანუ ვარჯიშობ, მაგრამ ის არ ვემზადებიო შენთვის. არა, ჩემთვის ან ნახე, მოსამზადებლად მაგალითად იქნებოდა, მაგალითად აჰა, ნიკა ვეკუა. რო დავდგე და აი, ერთი თვე თვენახევარი მივცე და მოვემზადო, რომ რაშიც კარგი არის, მაგრამ ეგრევე რომ შენი სახელი მიხსენეს რა, აქეთ იქეთ რაღაცა ანუ მაგაში ისედაც იმ ძლიერ და სუსტ მხარეებში ისეთ ესლად ვარ, ისე მაგრად ვარ, რომ ვაფშე აი გაფიქრებაც არ მჭირდება, რა ზედმეტი უნდა ქნა, ეგ დახურული მაგ და ყველაფერი უკვე ეგ ყველაფერი, ამიტომ რავი, მზად ვარ. კაი, მეძად დაგხვდები და ვნახოთ რა ვიცი. ბაზარი არა. ფიქრობ რომ გაგიცურდება იმედები, რავი. კარგი. და იქნება მე უფრო კარგად მომემზადო. ასე ეგონა იმასაც, ცალხილას. არა? რას რა ვიცი, ის არის და მე ვარ, მაგრამ. გაი?